თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია მოქალაქეების ლიდერის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს ესწრებოდა თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც, რომელსაც სხდომის დასასრულს განცხადების გაკეთება და პროკურორისთვის კითხვის დასმა სურდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა. ბარემ დამხრიტე პირდაპირ მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, მიმართა ელისაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს. მანამდე სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე გამომძიებელი ილონ კორძაია დაიკითხა, რომელიც ამ საქმის მთავარი გამომძიებელი იყო. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან გამოძიების მტკიცებით მან სასამართლოს შენობის დაწვას სცადა და ამიზნით გასული წლის 29 ნოემბრის დილას შენობასთან მივიდა ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით. ალეკო ელისაშვილი მუხლის კვალიფიკაციას ტერორიზმს არ ეთანხმება. მისი ადვოკატის განცხადებით, დანაშაული, რასაც ალეკო ელისაშვილს ედავებიან, არ მომხდარა. მისი თქმით, ელისაშვილი პოლიტიკური დევნის და პირადი შურისძიების მსხვერპლი პოლიტიკოსია. პარტია მოქალაქეების ლიდერს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.